მოგესალმებით მეგობრებო. დაგიბრუნდით ისევ შემდეგი ეპიზოდით. დღეს გავაკეთებთ უგემრიელეს დესერტებს, რომელიც მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან შედგება. პირველი გავაკეთოთ ბრაუნი, შემდეგ სანამ ბრაუნი გამოცხება, გავაკეთოთ პატარა ენერგიის წყარო ბურთულები, რომლისთვისაც გზადაგზა გეტყვით რა ინგრედიენტები დაგჭირდება. დღეს მინდოდა მესაუბრა, მოკლედ არის თუ არა კავშირი ადამიანის შინაგან სამყაროსა და ჩაცმულობას შორის და რამდენად გამოხატავს გარეგნობა, ჩაცმულობა ადამიანის შინაგან სამყაროს. სანამ ამაზე გადავალ და დეტალურად ვისაუბრებ, მანამდე ცოტა შესავალს გავაკეთებ და თან დავიწყოთ მზადება. ინგრედიენტები, რაც დაგჭირდება ბრაუნისთვის, ეს არის ბანანი, კაკაო და კვერცხი. და მოდი დავიწყოთ. საიდან მომაფიქრდა ამ თემაზე საუბარი ხა? გეტყვით. რამდენიმე დღის წინ ვფიქრობდი, რომ აი როგორ რადიკალურად შეიცვალა ბავშვობის მერე ჩემი ჩაცმულობა და რაღაცა ლინკები გავავლე და მინდა ამაზე თქვენს გესაუბროთ. ბავშვობაში ანუ გულისხმობ თინეიჯერობის პერიოდს, სადღაც არ ვიცი 13, 14, 15 წელი. ძირითადად ჩემს გარდერობში ხა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა ცხოვრების დონისგან გამომდინარე. მქონდა ხოლმე რამდენიმე, აუთფიტი, ასე ვთქვათ. და ძირითადად ჩემი ტანსაცმელები უფრო იყო ხოლმე რაღაცა შავი, მუქი. თან არ ვიცვამდი ხოლმე შარულებს და ერთი ეგ იყო ხოლმე, რომ აი რაღაცნაირად კომპლექსი მქონდა, სუკაბები მეცვა. თითქოს ანუ არ ვიცი ეს წონის კომპლექსი იყო თუ რა იყო, აი რაღაცა ვერ ვგრძნობდი შავლებში კომფორტულად თავს. არც მიცდია სიმართლე გითხრათ, რომ რაღაცა ეს კომპლექსი გადამელახა, ეგ რაღაცა წლებთან ერთად მოვიდა უკვე სტუდენტი რო გავხდი მე და გავიზარდე და დავამატოთ კაკაო. წლებთან ერთად სრულად შეიცვალა ჩემი ჩაცმულობის სტილი. აგერ უკვე, რა ვიცი, სტუდენტობის მერე პირიქით ამომიბრუნდა მთელი გემოვნება და მთელი ჩაცმის სტილი და ახლა უკვე პირიქით ვარ, სუშავლები მოწვია და სუშავლების ჩაცმა მიყვარს, იმიტომ რომ კომფორტულად ვგრძნობ მასში თავს და კაბებიც აი ძალიან იშვიათად მაცვია ხოლმე რაღაცა თქვათ განსაკუთრებულ შემთხვევებში ან რაღაცა თქვათ სადმე თუ მივდივარ ან ზაფხულში და ესეთ მომენტებში და რაც გავიზარდე, მით უფრო მეტად მინდა ხოლმე რომ მეცვას ძალიან კომფორტული ტანსაცმელი და ბავშვობაში კი ვიცოდი ხოლმე რაღაცაში თუ კომფორტულად ვგრძნობდი თავს, ამოვიჩემებდი და შემეძლო რომ აი წლობით მცმოდა. და ბოლოს დედაჩემი ჩემს ტანსაცმელებს ტილოებად აქცევდა ხოლმე და რომ დავინახავდი ძირს იყო ჩემი მაიკები, სვიტრები და ასე შემდეგ, ანუ აი საშინელად ვგრძნობდი ხოლმე თავს, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ხოლმე ზოგიერთ ტანსაცმელი და უკვე რომ გადასაგდები იყო ხოლმე ვერ ვეგუებოდი ამ ყველაფერს და ისიც კი მახსოვს რომ ერთი შემოსაცმელი მქონდა ხოლმე და სანამ არ გაიხა ამ ნაწილში, აი მანამდე ვერ გადავაგდე, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ხოლმე ესეც მიჯაჭვულობა მაქვს ხოლმე ამ ტანსაცმელებთან მიმართებაში, რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ეხლა დავუმატებ გამაფხვირებელს პირველად ხმარობ ამას და არც ვიცი რამდენი უნდა უქნა. და რა დოზით. თუ არა ფუდა, არ ვიცი რა მოხდება. და წლების მერე მოკლედ ამ ჩემი მოგუშული ტანსაცმელებიდან, შავი ფერის ტანსაცმელებიდან გადავედი სრულიად ამობრუნებულ ღია ფერებზე, ყვავილებიან ზედებზე, ალბათ ჩემს ეპიზოდებში შეამჩნევდით რამდენად შემეცვალა გემოვნება და ძალიან მახალისებს ხოლმე მოკლედ ასეთი ტანსაცმელების ყიდვა და ჩემი მეგობრებისგან მაგ ძირითადად უმეტესობა, იმიტომ რომ რამდენიმეს ქონდა მაღაზიები და აქვს ახლაც და ისინი მამარაგებენ ხოლმე მოკლედ ასეთი ვინტეჟური და ლამაზი ტანსაცმელებით. ჩემ შემთხვევაში ალბათ გამოხატავს ტანსაცმელი ჩემს შინაგან სამყაროს რაღაცა დოზით, იმიტომ რომ ადრე უფრო რაღაცა მეტად ჩაკეტილი და კომპლექსიანი ვიყავი და ეხა იმდენად ნათელი და რაღაცა ესეთი ფერები მოცვია, ესეთი სტილი, რომ თითქოს გამოხატავს ამ იმას შინაგან სილაღეს, რაღაცა კომპლექსების დაძლევას და ასე შემდეგ და ჩემ შემთხვევაში მართლა ნაწილობრივ გამოხატავს კიდეც ჩემს პიროვნულ თვისებებს, ჩემი ჩაცმულობა. სიმართლე რო გითხრათ, დიდად არ მიყვარს ხოლმე ამაზე ხაზგასმა და რაც წლები გადის, დიდად აღარ ვაქცევ ჩაცმულობას ყურადღებას, არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ შოპინგის პროცესი ესასტიკად არ მიყვარს. მეზიზღება შოპინგი.
ჩემთვის კომფორტულია თუ მომეწონა. კი, რაღაცა ახალი რაღაცების შეძენა და ყიდვა კი მიყვარს, მაგრამ აი თვითონ პროცესით, აი იმდენად ვიღლები და იმდენად არაკომფორტულია, რომ არ ვიცი. ამიტომ მაქვს მხოლოდ ჩემი მეგობრების მოცემული ტანსაცმელები. ჩემთვის კომფორტულია ხოლმე ესე თქოს თუ გამოწერამეს ეს ინტერნეტიდან გამოვიწერო. ახლა კი იცით ცნობილის ვაიკები. ტანსაცმელშიც არ მიყვარს ბევრი ფულის გადახდა. ზუსტად გუშინ ლაპარაკობდით, რომ აი ვერასდროს ვერ გადავიხდი ალბათ რაღაც ძალიან კოლოსალურ თანხებს, თუნდაც შავლებში, თუნდაც რაღაცა ზედებში, ან რა ვიცი. ნუ ფეხსაცმელში კიდე ხო, ისიც რაღაცა ფარგლებში. ბოლო, არ ვიცი, რამდენი წელი, 5 წელი, რაც წინაოფისში ნავნებ მქონდა ხოლმე ახლოს. ჩემი დაყიდის შარვალი 30 ლარზე მეტი არ ყოფილა, ოღონ მართლა. და ეს აღმოვაჩინე, ანუ ძალიან მიჭირს ხოლმე ჩემი რაღაცა სტილის ან ზომის მორგება სხვადასხვა მაღაზიებში და მანგოს შარვლები იმდენად კარგად დავამუღამე ნავნეში, რომ სულ იმებს ვყიდულობ ხოლმე და ანუ მართლა 30 ლარზე მეტი მე მგონი ბოლო რამდენი წელია შარვალში არ გადამიხდე და იმდენად კმაყოფილი ვარ ხოლმე მიუხედავად ამის ძალიან კარგი ხარისხი ხოლმე და ზომაც კარგად ერგება ხოლმე და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე 15 ლარს, 20 ლარს, 30 ლარს ვიხდიდი ესე შარვლებში. და რაც შეეხება ზედებს, როგორც გიტყვით, ჩემი მეგობრები მამარაგებენ თავიანთი ონლაინ მაღაზიებიდან. მანამდე გავამზადებ ფორმას, რასაც უნდა ჩავდოთ. ბავშვობიდან ესეთი უცნაური შიში მაქვს. მე შინია ფეხსაცმელის გაფუჭების. არ ვიცი რატო, ალბათ შეიძლება ისეთი ბავშვი ვიყავი, რომ ფეხსაცმელებს ადვილად ცვეთდი თუ რა იყო, არ ვიცი, ან უხარისხო მქონდა ხოლმე და მალე იცვითებოდა თუ რა იყო და დღემდე მაქვს ეგ შიში, რომ აი რაღაცას ვყიდულობ, აი ძალიან მეშინია ხოლმე, რომ უხარისხო არ გამოდგეს, მალე არ გამიცვდეს და ასე შემდეგ. ყველანაირ ფეხსაცმელს ვერ ვიცვამ და ყველანაირ ფეხსაცმელში კომფორტულად არ მაქვს ხოლმე ფეხი რაღაცა ვიდეოში ესე წუწნიოდნენ. მე რა შლიდნენ რომ ადვილად ჩაეფრინათ და იმდებ ცადოთ. რაღაცას თუ ყიდულობ ან სადმე ვარ წასული საყიდლად. აქ გქონია. თვალწინ თუ არ მიდევს ტანსაცმელი, აი არ შემილია ეს ქექვა, ძებნა, ანუ მეორადებში რომ მიდიან ხოლმე და ანუ უამრავ ტანსაცმელში რაღაცებს ამოვარჩევენ, არა არ შემილია, აი თუ არ დევს, აი ნერვები არ მაქვს რომ ეს ამოვარჩიო და მაგიტომაც არის ხოლმე რომ ხშირადაც არ დავდივარ. ისიც კაია რომ არ დავდივარ ჩემი ჯიბისთვის. ეს პროცესი მოკლედ ჩემი არ არის რა. ესე გავანაწილე, ეხლა შევდგავ ღუმელში და გამოვაცხოთ. გავაკეთოთ ენერგიის ბურთულები. რისთვისაც დაგჭირდება შვრია, მიწისთხილი და ფინიკი. ფინიკის დასარჩევად ხელთათმანებს გამოვიყენებ. ხო, აი რაღაცა მაგალითად ჩაცმულობის სტილს რაც შეეხება. მაგალითად აი მგონია ხოლმე რომ ადამიანები აი ვიც თქვათ ერთ ფერებში, ვისაც ერთ ფერებში აცვია ძირითადად, მგონია ხოლმე რომ ისინი შვიდები არიან უფრო რაღაცა ოფიციალურები, ცოტა ისეთები. ვისაც აი რაღაცა აჯაჯული და აჯაჯული ცოტა ისეთი სტილიაცია, უფრო მეტად რაღაც თავისუფლები და გახსნილები მგონია. ჩვენაირი ხალისიანი უმეტესწილად ადამიანებისთვის კიდევ ეს ჩაცმულობა ზუსტად გამოხატავს რა ჩემს შინაგან სამყაროს. არის ხოლმე დღეები, აი მაგალითად ხასიათის მიხედვით ზუსტად არის ხოლმე დღეები, რომ აი არაფრის мотивация და არაფრის ხალისი რო არ მაქვს ხოლმე, აი მაშინ მინდება ხოლმე რომ აი რაღაცა ჩვეულებრივი შავი შარვალი, რაღაც შავი შემოსაცმელი ჩავიცვა ხოლმე და ზაფხულში ძირითადად მაინც კარგად წყობაზე ვარ ხოლმე და ესე მაცვია მოკლედ ფერადად და გამოსაჩენად. რაც ვიზდები, მგონია რომ აი ჩაცმულობას არ აქვს დიდად მნიშვნელობა რა. აი პატარები რო ვართ უფრო მეტად ვაქცევთ ხოლმე ესეთ რაღაცებს ყურადღებას. ნუ რა თქმა უნდა რაღაც დოზით კი, მაგრამ ადამიანებს არ უნდა ვაქცევდეთ ამდენ დროს არ უნდა უთმობდეს ჩაცმულობას. ანუ ისეც ხარ რომ ჩემ ტელეფონით კი გადახურდა და ვეღარ ფუნქციონირებდა. ჩემი აზრით უნდა დავიკიდოთ რა გვაცვია. დროთა განმავლობაში მივალთ ალბათ ყველა მაგ მდგომარეობამდე. მოკლედ ფინიქს დავამატე მიწისთხილი და ეხლა ცოტა შვრიას დავამატე. რაღაცები არსებობს, რაზეც ჭკუა მეკეტება ხოლმე რო აცვიათ. რედ ფლეგები ვთქვა. აი კაც რომ მოტკეცილი შარვლები აცვია, არ შემილია. ოღონდ როგორი მოტკეცილი კოჭებამდე.
და კიდე რაღაცნაირი ფეხსაცმელი, ბალეტკები. ეგეც წარშებილია. დანარჩენი ახლა ატანადია. არც ქალზე მიტყვარს ბალეტკების სიმართლე რო გითხრათ. ჩემი დევიზია ჩავიცვათ გემოვნებიანად და იაფად. მეორადებში უფრო მეტად კარგად იზმანება ეს თაობა, რაც დავაკვირდი უფრო ტრენდული გახდა, ვიდრე რაღაცა ეს ძალიან ესეთ ბრენდებში რა ძვირიანში და ყველასათვის ხელმისაწვდომი რო არ არის რა. მივხვდნენ ახალგაზრდები, რომ იქაც შეუძლიათ ბრენდული ტანსაცმელი ჩაიცვან და უფრო იაფად და გემოვნებიანად. მაგრამ ალბათ ბოლომდე მაინც არ უნდა ვიმსჯელოთ ადამიანზე გარეგნობით, რა თქმა უნდა, რაღაცა გამოხატულება შეიძლება ქონდეს შინაგანი სამყაროსი ხასიათის ან მსგავსი დეტალების, მაგრამ წიგნი ყდით მაინც არ უნდა შევაფასოთ მეგობრებო და ესე თქვა თუ ადამიანი დავინახეთ და არ მოგვეწონა მის ჩაცმულობა ერთი ხელის მოსმით, რა თქმა უნდა, ხაზი არ უნდა გადაუსვათ. ჩაიცვით ის, რაც გინდათ და რაც მოგწონთ. მნიშვნელოვანი არის, რომ ტანსაცმელი იყოს კომფორტული. იმდენად მომწონს ეს რაღაცა oversize და თავისუფალი სტილი, რომ მე რო ვთქვათ რაღაც მიხდებოდეს უფრო მეტად ბევრი რაღაც მსგავსი, აი ყოველდღე ალბათ oversize-ები მეცმევოდა და ყოველდღე რაღაცა დიდი მაიკები და დიდი შარულები. იდეალური წრე გავაკეთე. ძალიან გამიხარდება თქვენც თუ დამიწერთ თქვენი შოპინგის სკილების შესახებ. გიყვართ თუ არა, რას ყიდულობთ ძირითადად, რაში გენანებათ ფულის გადახდა, რაში არ დაზოგავთ და გადაიხდით, დამიწერეთ, მაინტერესებს, გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილებაც. ჩვენი სურვილებიც და ჩვენი შესაძლებლობებიც. კითხეში უნდა დავაპაუზოთ ჩვენი გადაცემა, თორემ ან ისეთი რაღაცები უნდა გავაკეთო, რასაც ცხობა არ ჭირდებოდა. გასწი. მაგალითად ეს. ესეც ჩვენი ენერგიის ბურთულები. აი ასეთი გამოვიდა ჩვენი ბრაუნი. ესეთი ფაფუკია გამოვიდა. ნახეთ რა ლამაზია. დავაგემოვნოთ. გემოთ ძალიან კარგი აქვს. ბანანის სიტკბომ საკმაოდ დაატკბო და ძალიან გემრიელი გამოვიდა. რო გაცივდება, უფრო მეტად კარგი იქნება. ჩვენი ენერგი ბარებიც გავსინჯოთ. ეს ჩემი ფავორიტი დესერტია მართლა, ოღონდ აი ძალიან. თუ მოგეწონებათ, აუცილებლად გამომიწერეთ და მოიწონეთ ვიდეოც. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მხარდაჭერა, თქვენი რჩევები, რეკომენდაციები. დამიწერეთ თქვენი აზრი აუცილებლად, თუ მოგეწონებათ და გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩემი ახალი არხის განვითარებაში, ძალიან გამახარებთ. ამიტომ გამომიწერეთ და მოიწონეთ ვიდეო. ახლა დაგემშვიდობებით. მადლობა რომ მიყურეთ. კოცნით ყველას.